სულიერი საკითხავის შესახებ. ჩვენ მხოლოდ ერთი რამისთვის ვიშრომებთ. შევიყვარებთ სულიერ საკითხავს და ეს განგვწმენდს. როცა წმინდა მთაზე ვიყავი, სულ საკითხავს ვეშურებოდი. 7-8 წლის ვიყავი და დიდად ვერ ვერკვევოდი სულიერებაში. კითხულობდი ქრისტეს ეპისტოლეს, ღვთისმშობლის ეპისტოლეს. ზეპირად ვიცოდი. მაგრამ ვინ იცის როგორ მქონდა ნასწავლი, მე ხომ განათლება საერთოდ არ მქონდა მიღებული. ვსწავლობდი ისე, რომ არ მესმევდა მათი მნიშვნელობა, მაგრამ რადგანაც ეს წმინდა წიგნები იყო, კითხულობდი და როცა ისევ კითხულობდი, ვადარებდი პირვანდელ წაკითხულს და აზრსაც ვგებულობდი. როდესაც უდაბნოში წავედი, მთავარი მნიშვნელობა მორჩილებას მივანიჭე, რადგან როცა წმინდათა ცხოვრებებს ვკითხულობდი, რომლებმაც თავი გადადეს მორჩილებისთვის, მეც მსურდა მათთვის მიმებაძა. მე ეს ძალიან მსიამოვნებდა, ღვთის მადლით, მხოლოდ საღვთისმსახურო წიგნებს და წმინდა წერილს ვკითხულობდი. მე არ მესმევდა მათი მნიშვნელობა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვკითხულობდი. არც ლექსიკონი მქონდა და არც არაფერი. არც არასდროს მიკითხავს, ჰქონდათ თუ არა რაიმე ლექსიკონი. თუმცა ბევრი კითხვის შემდეგ უკვე მესმოდა წაკითხული და თვითონ გავმარტავდი. მორჩილების მადლით გონება გამეხსნა, ასე რომ უკვე ბევრ რამეს ვგებულობდი, იმასაც კი, რაც წინათ გაუგებარი იყო. სიტყვებს სხვა მონაკვეთების დახმარებით განმარტავდი. ეს იყო ჩემი ლექსიკონი. წმინდა წერილი წმინდა წერილის მეშვეობით. აი კიდევ რას ვაკეთებდი. გონება სუფთა რომ მქონოდა ვკითხულობდი, რამდენადაც ამის დროს მორჩილება მაძლევდა, სახარებას, ფსალმუნებს და სხვა. კითხულობდი, რათა ზეპირად მესწავლა და მართლაც ღვთისმადლით დავიზეპირე მათეს სახარება, იოანეს სახარება, იაკობის ეპისტოლე, არა მთლიანად და სხვა. სულ ამას ვეშურებოდი, როცა წმინდა მთაზე ვიყავი. როდესაც ჩემი ბერები მიდიოდნენ, მე მარტო რჩებოდი კელიაში. მივდიოდი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და ვკითხულობდი და ვგალობდი სინანულის სტროპარებს, კანონებს პარაკლიტონიდან, თვენიდან, ჟამნიდან და სხვა წიგნებიდან. ასევე იესო ტკბილის კანონს. ძალიან მიყვარდა ძველი აღთქმის, ახალი აღთქმის, ფსალმუნების, კანონების კითხვა. ვერ ვძღებოდი მათი კითხვით და ისევ კითხულობდი დიდი წადიერებით. თქვენ მეტყვით, კი, მაგრამ სულ ერთსა და იმავეს ისმენდი? დიახ, სულ ერთსა და იმავეს. წამიკითხეთ რომელიმე კანონი. ისევ წამიკითხეთ, კვლავ წაიკითხეთ, მე ამას დაუცხრომელი წადილით მოვუსმენ. რამდენიც უნდა იკითხო, ვერ ძღები. თუმცა ამას დიდი ფასი აქვს, რადგან სულიერ გარემოში გადაჰყავხარ და უმტკივნეულოდ განგწმედს. სულიერი საკითხავით ჩვენი სული კეთილშობილდება და ხდება წმინდა დიდი შრომის გარეშე. გინდათ ცხოვრებაში სიხარული გქონდეთ, იკითხეთ წმინდა წერილი, იცხოვრეთ ეკლესიურად, დაუახლოვდით ქრისტეს და შეიყვარეთ იგი. ყურადღება მიაქციეთ მსახურებებს, ცისკარი, ჟამნები, წუხრი, სერობა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სიტყვები, რომლებიც ამ წიგნებში წერია, წმინდანების მიერ არის დაწერილი. ეს წმინდა სიტყვებია. ეს ქრისტესადმი, ღვთისმშობლისადმი სატრფიალო სიტყვებია. მე ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. იკითხეთ მკაფიოდ, გააზრებულად, წადიერებით და საღვთო ტრფიალებით. იმას, რაც თქვენზე შთაბეჭდილებას მოახდენს, ისევ ჩაუღრმავდით განმარტოებით. ამგვარად წიგნი ჩვენს გულში იწერება და ყოველთვის, როცა ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ვუღრმავდებით საკითხავს, პოულობთ ამას ჩვენში. ცოტ-ცოტა ვიკითხოთ და კარგად შევითვისოთ წაკითხული. თუ საკითხავს შეიყვარებ, შემდეგ სულ მიგიზიდავს. იგი დიდ საუნჯეს შეიცავს. როდესაც კანონებს გალობთ, სიტყვები მხოლოდ ფორმალურად კი არ უნდა წარმოთქვათ, არამედ უნდა დატკბეთ ამით. ასე თქვენ და შეუცნობლად ძალიან სწრაფად განიწმინდებით. როცა ფსალმუნებს კითხულობთ, სიტყვები სათითაო და მკაფიოდ გამოთქვით. ნეტა მომასმენინა მისთვის, ვინც გარკვევით კითხულობს ფსალმუნებს. დავждებოდი მის გვერდით, რომ ერთი სიტყვაც არ გამომპარვოდა. მე ასე
ტაძარში მოსმენით ვისწავლებ სალმუნები, ხოლო სახარება თითო სტრიქონის დაზეპირებით. თუმცა ჩვენ ხშირად ზერელედ ვკითხულობთ. მაშინ, როცა ყურადღებაა საჭირო სიტყვების წარმოთქმისას. იკითხეთ გარკვევით და სიტყვები გააზრებულად, სიხარულითა და ტრფიალებით წარმოთქვით. იკითხეთ ისე, თითქოს ადამიანს ესაუბრებით. ბუნებრივად, უბრალოდ, გააზრებულად და თხოვნითი განწყობით. აი მაგალითად ასე. დიმიტრი, იცი რა დაგვემართა? ფული გქონდა და დაგვეხარჯა. თუ შეგიძლია გთხოვ მოგვეცი 30,000 დრაქმა, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე. როცა გააზრებულად წაიკითხავთ, შინაგანად შვებას და აღფრთოვანებას იგრძნობთ. ეს კი ლოცვის გარემოში შეგიყვანთ. მაშინ თქვენი სული გაკეთილშობილდება, წარემატება და გახდება წმინდა უმტკივნეულოდ, ანუ ადვილად, დიდი ძალისხმევის გარეშე. ასე თანდათანობით მოიხვეჭთ სიყვარულს, გახდებით მშვიდ და მდაბალ გულითა. ღმერთი მოგანიჭებთ წმინდა სიმდაბლეს, ანუ სრულ ნდობას. და თუ კი ეს მოხდება, სად არის გარჯა და მცდელობა, რათა კარგები გახდეთ? არ არსებობს დაძაბულობა და იძულება. ყურადღებით წაიკითხეთ წმინდათა ცხოვრებებიც. სთხოვეთ მათ შეწევნა. როდესაც წმინდანთა პირად გამოცდილებებს გულდასმით იკითხავთ, ძალიან შეგიყვარდებათ ისინი და დიდ სარგებელს მიიღებთ. ნენელა გამხიარულდებით და ისე რომ ვერც კი მიხვდებით, სულ უფრო მეტად იფიქრებთ სიკეთეზე და მოისურვებთ მას. მაშინ სიკეთეს სიყვარულით აღასრულებთ და ბოროტება ვეღარ იპოვის თქვენში ადგილს. ასეთი მოსმენითა და შემეცნებით მოდის გონიერება, ღვთის მადლი და ქრისტეს მიმართ ტრფიალება. როცა სული ქრისტეს სიყვარულით აღივსება, მაშინ ის სრულყოფილებას ესწრაფვის. სხვა რა შეიძლება იყოს ამაზე აღმატებული. ღვთის მადლი, ქრისტე ჩვენში, მიხვდით, წადიერება, თავდადება, ეს არის მთავარი. ამის გარეშე ყველაფერი ამაოა, სხვა დანარჩენი ცარიელი სიტყვებია, ნულია. მაღონებს, როცა საკუთარ თავზე ვსაუბრობ, მაგრამ მინდა რომ ვთქვა. როდესაც ჩემს ბერებთან ვიყავი, გამუდმებით საკითხავი მწყუროდა, მაგრამ არ მაძლევდნენ ამის საშუალებას. სულ სამუშაოს მავალებდნენ. მრავალი წლის მანძილზე მაკლდა საკითხავი, რაც ასე ძალიან მომწონდა. კანონები და ტროპარები დიდ საუნჯეს ფლობენ. ფსალმუნებისა და კანონების კითხვისას სხვა დიდ სარგებელსაც ვიღებდი. არა მარტო კითხვა ვისწავლე, არამედ რჩევადარიგებების მიცემაც. კანონები და ტროპარები დიდ საუნჯეს ფლობენ. მათში ვპოულობთ გზებს, რომლებსაც წმინდანებმა მიმართეს, რათა ქრისტე შეეყვარებინათ და ბოროტება დაემარცხებინათ. ეს საკითხავები აბა ისააკის, წმინდა ეფრემასურის და სხვათა ნაშრომების ტოლფასია. წმინდანთა კანონები დაწერეს თეოფანემ, იოანე დამასკელმა და სხვებმა. ისინი ხოტბას ასხამდნენ წმინდანებს. უწყოდნენ რა მათი სულიერი გამოცდილება და წარმოაჩენდნენ სინანულის გზებს. ეს ჰიმნოგრაფები წმინდანები იყვნენ. ისინი ამ ნაწერებში თავიანთ განცდებსაც დებდნენ. ამიტომაც გეუბნებით, ყურადღება მიაქციეთ კანონებს, ტროპარებს და ასე შემდეგ. მთელი სულითა და გულით დაეშურეთ ამას, დაეწაფეთ ამას, დატკბით ამით. გისურვებთ, რომ თქვენც შეიყვაროთ ეს, როგორც მე შევიყვარე. სიმართლეს გეუბნებით, ვერ ვძღები მათი კითხვით. სულ მინდა მათი გახსენება, წარმოთქმა, გალობა. კანონებიდან ძალიან ბევრი რამ შევიძინე. ბავშვობიდანვე ამით ვცხოვრობდი. ისე ძლიერ მიყვარდა ტროპარები, რომ 1-2 წაკითხვის შემდეგ ზეპირად ვიცოდი. მაგრამ მიზანი მათი დაზეპირება როდია? მიზანი ის არის, რომ ჩავწვდეთ ამას, ჩავორღმავდეთ და მათგან სარგებელი მივიღოთ. წმინდანების კანონებს, წმინდა წერილს და მამათა ნაშრომებს იმიტომ კი არ შევიმეცნებთ, რომ ამით თავი მოვიტყუოთ და საკუთარი თავით აღფრთოვანებულები დავრჩეთ, რამდენი წიგნი წავიკითხეთ და რამდენი ამონარიდი ვიცით ზეპირად, ან ჩვენი ინტელექტუალური ცოდნა გავამდიდროთ, არამედ რათა ვისწავლოთ ეს და ღვთის შიშით ვეცადოთ მათ განხორციელებას. წმინდა მამები თავიანთ ნაშრომებს სულიწმინდით წერენ და ამიტომაც ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს. ლოცვა ეს მათი ღვაწლია.
თითოეული სიტყვა ნატიფად არის დამუშავებული და მოთავსებულია იქ, სადაც საჭიროა. როგორც მშენებელი, რომელსაც შენობის აგება სურს, ყურადღებით აკვირდება, სად დადოს თითოეული ქვა, აკვირდება, რამდენად მკვიდრადაა შეკრული კედელი, რათა ის არ დაინგრეს. ასევე ის, ვინც წერს, აკეთებს ამას ლოცვით, ყურადღებით, ჰარმონიულად, რადგან მას სულშიც ჰარმონია აქვს. როდესაც მავანი რაიმეს განიცდის, ცხოვრობს ამით, ითვისებს და სპონტანურად წერს ამას. ვინც ამას კითხულობს, უსმენს და სულ ამით არის დაკავებული, მასზე ეს დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. თუმცა არსებობს ერთი საშიშროება. თუ ყურადღებით არ ვიქნებით, შეიძლება ეს ყველაფერი ფორმალურად ვისმინოთ და ვიგალობოთ. ანუ მოვალეობის მოსახდელად. ხშირად ერთსა და იმავეს ვისმენთ, ვიღლებით, აღარ მოგწონს და შემდეგ წინააღმდეგობის განცდა გვიჩნდება. შედეგად კი არანაირი სარგებელი, არანაირი სიხარული. უიმედობაში ვარდებით და ეშმაკიც არ კარგავს შანსს, რომ ბოროტება აღასრულოს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თითოეულ სიტყვას. საჭიროა საღვთო ტრფიალება, აღფრთოვანება. სულიერი საკითხავით ადამიანი განიწმინდება. საოცარია მამების შეგონებები, მათით ვერასდროს გაწყები. ვადიდოთ ღმერთი და მადლობა შევწიროთ, რომელმაც წმინდანებს თავისი მადლი და თავისი სული მიანიჭა, ხოლო ისინი ამას თავიანთ ცხოვრებაში, თავიანთ ნაშრომებსა და ტროპარებში ავლენენ. ჩვენ კი გვაქვს რა ესენი ხელთ, ტკბებით მათი მოსმენით და კითხვით, მაგრამ საჭიროა ხერხი და ოსტატობა, რათა შევითვისოთ ეს. აბა ისააკი ამბობს, დაეშურე ტროპარებისა და დაზდებლების შესწავლას, ასევე სიკვდილისა და მარადიული სიკეთეების ხსოვნას, რადგან ეს ყველაფერი გონებას შემოკრებს და არ აძლევს მას მიმოტაცების საშუალებას. სანამ ჭეშმარიტი ჭვრეტა არ მოვა, რადგან სულის ძალა ვნებებზე გაცილებით ძლიერია. დაეშურე მარადიული სიკეთეების სასოებას, ღვთის ხსოვნას და კარგად გულისხმახ ტროპარების მნიშვნელობა. შენიშვნა. აბა ისააკასურის სამოღვაწეო სწავლანი, სიტყვა 62. ხედავთ, ისიც იმასვე ამბობს, რასაც მე. დაეშურე ტროპარებისა და დაზდებლების შესწავლას და კარგად გულისხმახ ტროპარების მნიშვნელობა. ამას ღვთის შთაგონებით ვამბობ, არასდროს წამიკითხავს. და ახლა, როცა ეს მესმის, აღტაცება მეუფლება, რადგან მე ეს არ ვიცოდი. საიდუმლო ის გახლავთ, რომ სულიერი საკითხავით, შენ და შეუცნობლად შეგიძლია სწრაფად უმტკივნეულოდ გახდე წმინდანი. როდესაც მოშურნეობით, მონდომებით და საღვთო ტრფიალებით უღრმავდები ტროპარებს და განსაკუთრებით წმინდანების კანონებს, საწადილსაც აღწევ. ითვისებ ამას, ეტრფიალები, გიყვარდება, შეიგრძნობ, ხდები ღვთიური. და როცა ამას მთელი გულმოდგინებითა და პუნქტუალურობით ვაკეთებთ, განვიწმინდებით. რითაც არ უნდა დავსაქმდეთ, ეს განწმენდას მოგვიტანს, იქნება ეს გალობა, ხატწერა, თუ სხვა რამ. შევიგრძნოთ სიცოცხლე, სიხარული, რომელიც არის ღმერთი, თორემ სხვაგვარად სიზარმაცე და მოდუნება შეგვიპყრობს. თუმცა სხვა დანარჩენი, რასაც აბა ისააკი წერს, სიკვდილისა და მარადიულ სიკეთეებზე ხსოვნას, ხელოვნური რამეებია. იფიქრო სიკვდილზე და იმაზე, თუ რაშვებას ვიგემებთ მომავალ ცხოვრებაში, იმ მიზნით, რომ გახდე კარგი, ეს თავის დათრგუნვაა. მაშინ, როცა ტროპარებისა და სხვათა კითხვა გამხიარულებს, ღვთისადმი სიყვარულსა და სიამოვნებას გაგრძნობინებს. სიტყვები, რომლებიც ფსალმუნებში, პარაკლიტონში, თვენში წერია, ეს სატრფიალო, წმინდა სიტყვებია, რადგან მიმართულია ქრისტესადმი წმინდა ადამიანების მიერ, რომლებიც საღვთო ტრფიალებითა და სიყვარულით იყვნენ გამსჭვალულები. ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა. გვაქვს ნათელი და ვიცით წყარო ჩვენი სიცოცხლისა და უკვდავებისა და მიუხედავად ამისა, აზრადაც არ მოგვდის ნდობით გავიწვდინოთ ხელები ქრისტესკენ. ჩაუღრმავდეთ ამ სიტყვებს, რათა შევძლოთ მათი სიღრმისეულად განცდა. საღვთო სიტყვებს იმიტომ სწავლობთ, რომ შევიგრძნოთ ისინი და რაც უფრო მეტად შევიგრძნობთ მათ, მით უფრო განვიწმინდებით. როცა გულის ყურით მოусმენთ ფსალმუნების, ტროპარების, კანონების სიტყვებს და დავტკბებით მათით,
გარკვეული პერიოდის შემდეგ განწმენდასაც მივაღწევთ. ასეთი წმინდა საქმიანობით განვერიდებით ბოროტებას და ქსურს მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე. რაც შინაგანად ქსურს და გვწადია, პოულობთ ამას ტროპარებში. ჩვენ მხოლოდ ერთი რამისთვის ვშრომობთ. შევიყვარებთ სულიერ საკითხავს და ეს განგვწმენს. სულიერი საკითხავით ადამიანი განიწმინდება. ასე რომ, როცა წმინდანებთან გვაქვს ურთიერთობა, ჩვენც წმინდანები ვხდებით, მაგრამ წავიკითხოთ საპირისპიროც, რათა უკეთესად ჩავწვდეთ ნათქვამის აზრს. თქვენ რა სიტყვით, მეთანხმებით? მაგალითად, მიდიხარ გზაზე. თუ წინ გამოიკვლევ გზის აღწერილობას, სირთულეებს, რომლებიც შეიძლება შეგხვდეს, ბილიკებს, ავაზაკებს, ნადირებს, მაშინ დიდი სიფრთხილით ივლი და ამგვარად აუცილებლად თავს დააღწევ ყველანაირ საფრთხეს და უვნებელი გახვალ სამშვიდობოს. ხოლო თუ არ იცი გზის აღწერილობა, ბევრი რამ შეიძლება შეგემთხვეს გზაზე. ასეა სულიერებაშიც. უბიწოება და უმეცრება ერთმანეთთან ვერ თავსდება. ის, ვინც უმეცრებაშია, ნისლში, სიბნელეში იმყოფება. იმისთვის, რომ თავი დააღწიო უმეცრებას, ღმერთს უნდა დაუახლოვდე. როდესაც საღვთო მადლი მოგვიხილავს, განსჯის უნარის მოპოვებაში გვეხმარება. შეუძლებელია გქონდეს უბიწოება, თუ უმეცარი ხარ, იმიტომ რომ მახეში გაებმები. ცხოვრებას რთული ბილიკებიც აქვს, ამიტომ საჭიროა ისწავლო საპირისპიროც. ხედავ, თუ უბიწოება გაქვს და ამასთან უმეცრებაში ხარ, უნდა იცხოვრო მხოლოდ ანგელოზთა შორის. სიბრძნე ეს დაუშრეტელი საუნჯეა. როგორი გულმოდგინებითაც წაიკითხავთ ტროპარებსა და კანონებს, იმგვარადვე წაიკითხეთ ეკლესიის მამებიც, მაგრამ პირველ რიგში წმინდა წერილი. იკითხეთ ფსალმუნები, სახარება, ძველი აღთქმა. დიდი სიმდიდრეა ამაში. ეკლესიის მამებიც ხომ ამას დაეყრდნენ. ეს არის წყარო, საფუძველი. ვერასდროს გაძღები მათი კითხვით. თქვენც უცილობლად იგრძნობთ დავით მეფსალმუნის სიტყვებს. რაბამა ტკბილარიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა. ფსალმუნი 118. თაფლივითო, ამას კი არ ამბობს არამედ უფროის თაფლისა პირსა ჩემსა, რათა ღვთის სიტყვების განსაკუთრებული სიტყვება წარმოაჩინოს. იკითხეთ და როცა რაიმე კარგს იპოვით, მეც მითხარით. გაიღეთ მოწყალება ჩემთვის, წყურვალისა და მშიერისათვის. მოდით ახლა იგავთა წიგნი მოიტანეთ, გადაშალეთ და წამიკითხეთ. სიბრძნემან იშენა თავისათვის ისა სახლი და ქვეშე შეუდგნა მას 7 სვეტნი და დაკლა თვისი იგი საკლველი და განზავა ტაკუკითა თვისი იგი ღვინოი და გამზადა თავისათვის ისა ტაბლაი და წარავლინა თვისნი მონანი მოწოდებად მაღლითა ქადაგებითა ტაკუქთა ზედა და ხრქვა, რომელი არს უგუნურთაგანი მოაქციენ ჩემდა და ნაკლულევანთა გონებითა ხრქვა. მოვედით ჭამეთ პური ჩემი და სუდ ღვინოი, რომელი განგიზავე თქვენ. იგავთა წიგნი მე-9 თავი. საუნჯე ნაპოვნია. სიბრძნე ეს ქრისტეა. აქ აშკარად საუბარია ეკლესიის, 7 საიდუმლოს და უმთავრესად საღვთო ზიარების საიდუმლოს შესახებ. მე შეთვისებული მაქვს. ახლა კი გამოვთქვამ. ასეთი განცდა მაქვს შინაგანად, მაგრამ როგორ შევიყვაროთ სიბრძნე, რათა მანაც შეგვიყვაროს. როგორ უნდა განვითარდეს ეს ურთიერთობა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ნებებში ვცხოვრობთ. თავდაპირველად პავლე მოციქულიც, სანამ მადლის მოზღვავებას იგრძნობდა, ამბობდა: უბადრუ კი მე, ესე კაცი, ვინმე მიხსნეს ხორს და ამადგან ამის სიკვდილისათა. მაგრამ შემდეგ, როცა უკვე შინაგანად ქრისტეში ცხოვრობდა, გამუდმებით ამბობდა: ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველა რჩემთანა ქრისტე. და ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამადგან, გული მეტყვის განსვლად და ქრისტეს თანაყოფად, უფროის და უნჯობეს ფრიად. მოდის ბოროტი სული, რათა მისი მცდელობა შეაფერხოს. მოდის და ემუქრება, მოკვდები. თუმცა დავით მეფსალმუნე საუკუნეების სიღრმიდან ღაღადებს, არა მოკვდე, არამედ ვცხონდე და გამთქმნე მე საქმენი უფლისანი. ნახეთ, არ არსებობს არც სიკვდილი, არც სატანჯველი, არც ეშმაკი, რამე თუ ჩემდა ცხოვრებაი ქრისტე არს და სიკვდილი შესაძინელი.
იგავთა წიგნში წარმოდგენილია სიბრძნის მთელი სიდიადე, წყარო და ნიჭები, კერძოდ მერვე თავში. წამიკითხეთ. ამისთვის შენ სიბრძნეს აქადაგებთ, რაითა გონიერება იგერჩდეს შენ, რამე თუ მაღალთაზე და მწვერვალთა დგას და შორის ალაგთა იპოვების. ბჭეთა თანა ძლიერთასა დადგრომილარს და შესავალთა გზათასა იქების. თქვენ გლოცავ, ჰოიშვილნო, და წინა გიყოფ ხმასა ჩემსა ძეთა კაცთა. იგავთა წიგნი მერვე თავი. ყურადღება მიაქციეთ ფრაზას წინა გიყოფ ხმასა ჩემსა. მიიღეთ სწავლაი და ნუ ვეცხლი, ნუ მეცნიერებაი. უფრო ის ოქრო ის არჩეულისა. უნჯობერს არს სიბრძნე, უფრო ის ანთრაკთა პატიოსანთა. ყოველივე პატიოსანი ვერ არს ღირს მისა. მე სიბრძნემან დავემკვიდრე მეცნიერებაი, ზრახვისაი და გონიერებისაი და ცნობასა მოვხადე. შიშსა უფლისასა ზურს უკეთურებაი, გინებაი და ამპარტავნებაი, და გზაი უკეთურთაი, და გულარძნილთაგანი და პირი ურწმუნოი მე მოვიძულენ. ჩემი არს ზრახვაი, ჩემი არს კრძალულებაი, ჩემი არს გონიერებაი, ჩემი არს ძალი. ჩემ მიერ მეფენი მეფობენ და ძლიერნი წერენ სიმართლესა. ჩემ მიერ დიდნი განდიდებიან და მძლავრნი ჩემ მიერ იპყრობენ ქვეყანასა. და მე მოყვარენი ჩემნი მიყვარან და რომელი მეძიებენ მე პოვონ. სიმდიდრე და დიდებაი ჩემი არს და მონაგები მრავალი და სიმართლე. უნჯობერს არს ჩემი მოგებაი უფრო ის ოქროსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა, ხო ნაყოფნი ჩემნი უფრო ის ოქრო ის არჩეულისა. ხედავთ როგორ უწოდებს იესო ქრისტეს ღვთის სიბრძნეს. მაშ სიბრძნე არის ძე და სიტყვა ღვთისა და სიბრძნის ყველა ნიშანთვისება ძე ღვთისას ნიშანთვისებაცაა. ქრისტე არის სიბრძნე. ამას პავლე მოციქულთანაც ვხედავთ. ის ამბობს, ქრისტე ღმრთისა ძალა არს და ღმრთისა სიბრძნე. წამიკითხეთ ჩემი საყვარელი სოლომონის სიბრძნე, წამიკითხეთ ქება სიბრძნისა. ესე შევიყვარე და ვეძებდი სიჭაბუკით ჩემიდან და ვეძიებდ, ზლად მოყვანებად ჩემდა და ვეტრფიალე სიკეთესა მისა, რამე თუ საიდუმლო არს იგი ღვთის მეცნიერებისაი და მომპოვნებელი საქმეთა მისთა. და უკეთო ვისმე სიმართლე უყვარს, შრომანი მისნი არიან სათნოებანი, რამე თუ სიწმიდესა და გონიერებასა ასწავებს და სიმართლესა და სიმხნესა, რომელთა უსახმარეს არარაი არს ცხოვრებასა ამ მაშინა კაცთათვის. უკეთო ვისმე გამოცდილება ის წადის, იცის დასაბამისაი და მერმე იგი შეამსგავსის, იცის ქცეულებაი სიტყვათაი და განხსნაი იგავთაი, სასწაუნი და ნიშნი წინასწარ იცნის, განსცლაი ჟამთა და წელიწადთაი. აღვირჩიე უკვე ესეაც მოყვანებად და თანაყოფად ჩემდა. ვიცი, რამე თუ მექმნეს მე თანამზრახვე კეთილისა და ნუ გეშინის მცემელ ზრუნვათაგან და მწუხარებათა. და შერაივიდე სახით ჩემდა განვისვენო მასზედა, რამე თუ არარაი აქვს სიმწარე თანაქცევასა მისა და არცა სალმობაი მისთანა ცხოვრებასა, არამედ ჩვებაი და სიხარული. ესე განვიზრახე თავსა ჩემსა და ვიზრუნე გულსა ჩემსა, რამე თუ უკვდავე ბარს ნათესაობაი სიბრძნისაი. სიბრძნე სოლომონისა მერვე თავი. სიბრძნე ეს დაუშეტელი საუნჯეა. საღვთო მადლის ეს სიმდიდრე მოიპოვა სოლომონმა, რადგან როცა ახალგაზრდა 20 წლისა იყო, ღვთისაგან სიბრძნის გარდა სხვა არაფერი უთხოვია. ბედნიერია ვინც სიყრმიდანვე შეიცნო სიბრძნე. მოგვიანებით მას აღარ მოუწევს შრომა მის საძებრად, რადგან სიბრძნე მის გვერდით იქნება. რომან აღიმსთოს მისა, არა დაშვრეს, რამე თუ დადგრომილად პოვოს იგი, სიბრძნე, წინაშე ბჭეთა მისთა. ამის მსგავსია დავითის სიტყვებიც. სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. ფსალმუნი 142. და კიდევ, სული წრფელი განმეახლე გვამსა ჩემსა. სულით ამთავრობისაითა დამამტკიცე მე. ფსალმუნი 50. სოლომონის ეს ძიება ნათლად ჩანს მეცხრე თავში. წამიკითხეთ, ეს მნიშვნელოვანია. ღმერთო მამათა ჩვენთაო და უფალო წყალობათაო, რომა შექმე ყოველი სიტყვითა შენითა და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი. მომეცნე უფალო საყდართა წინაშე მდგომი სიბრძნე და ნუ განმაგდე მე მონათაგან შენთა. დაღა თუ ვინმე იყოს სრულ ძეთა შორის კაცთა ისა, სიბრძნისა შენისა თვინიერ არაშერა ცხილარს და იცის რა იგი სათნოარს წინაშე თვალთა შენთა
და რა ისი წრფოება არს მცნებათა შენთა. გამოავლინე იგი წმინდათაგან ცათა შენთა და საყდრისაგან დიდებისა შენისა მოავლინე იგი, რაითა ჩემთანა იყოს და შვრებოდის დავცნა, რა იგი არს სათნო წინაშე შენსა. რამა თუ იცის მან ყოველი და გულისხმა ჰყოფს და მიძღოდის მე საქმეთა ჩემთა სიწმინდით და დამიცვეს მე დიდებითა თვისითა. ვინმე კაცთაგან მან ცნას ზრახვა ღვთისაი, ანუ ის გულსა მოუხდეს, რა იგი ჰნებავს უფალსა. და ზრახვა შენი ვინმე გულისხმა ყოს, უკე თუმცა შენ არა მოეც სიბრძნე და მოავლინე სული წმინდა შენი მაღლით. და ეგრეთ განემართნეს ალაგნი ქვეყანისანი და სათნოებათა განისწავლეს კაცნი და სიბრძნითა ცხონდეს. სიბრძნე სოლომონისა მე-9 თავი. ხედავთ რას ამბობს მე-17 მუხლი. და ზრახვა შენი ვინმე გულისხმა ყოს, უკე თუმცა შენ არა მოეც სიბრძნე და მოავლინე სული წმინდა შენი მაღლით. ჩასვდით. მოდი ახლა ეს პავლე მოციქულის სიტყვებს შევადაროთ. რას წერს კორინთელებს? სადა არს ბრძენი, სადა არს მწიგნობარი, სადა არს გამომეძიებელი იგია მის სოფლისაი. ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგია მის სოფლისაი. რამა თუ ვინაიდან სიბრძნითა მით ღმრთისაითა, ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თვისითა ღმერთი, ჯერ იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაითა ცხოვრებაი მორწმუნეთა იმათ. ვინაიდან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, წარმართნის სიბრძნესა ეძიებენ, ხოლო ჩვენ ქადაგებთ ქრისტესა ჯვარცმულსა. ჰურიათა სამესაცდურ და წარმართთა სისულელე. ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალარს და ღმრთისა სიბრძნე, რამე თუ სულელი იგი ღვთისაი უბრძნეს კაცთა არს და უძლური იგი ღვთისაი უძლიერეს კაცთა არს. ხედავთ ამ ორი ტექსტის მსგავსებას. თუმცა კი ორ სხვადასხვა ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულ ეპოქაში დაწერილია, მაგრამ ღვთის სიტყვა იგი თავადი არს უკუნისამდე. მე-6 თავი ნამდვილი შედევრია. იქ საუბარია სიბრძნის ნიშან-თვისებებზე და თუ როგორი ადვილია მისი მოხვეჭა. ბრწყინვალე და უჭნობელ არს სიბრძნე და ადვილად იხილვების მოყვარეთა მისთაგან. მიიწიის მათ და რომელთა გული უთქვამს მისთვის წინასწარ და რომ მან აღიმსთოს მისა არა დაშვრეს, რამ თუ დადგრომილად პოვოს იგი წინაშე ბჭეთა მისთა. რამ თუ ღირსთა მისთა თვით იგი მიმოვალს და ეძიებს და ალაგთა მათთა ეოცების მათ მხიარულებად და ყოველთა განზრახვათა შეემთხვევის მათ. სიბრძნე სოლომონისა მე-6 თავი. არა დაშვრეს, ანუ უშრომელად, ბრწყინვალე და უჭნობელ, ბრწყინავს და არასდროს ჭკნება. ადვილად, ძალიან ადვილია მისი მოხვეჭა. საკმარისია გქონდეს გულწრფელი სურვილი. მიიწიის მათ და რომელთა გული უთქვამს მისთვის წინასწარ ცნობად. დიახ, სიბრძნე მათ ესალმება. გზაზე ეცხადება მათ და ვისაც ეს სიბრძნე სწადია, მას გულში იკრავს, ხოლო სიბრძნე მას მადლით აღავსებს. უკე თუ ხადოდე სიბრძნესა და გულისხმის ყოფასა მისცე ხმა შენი, ხოლო მეცნიერება იძიო ხმითა დიდითა და უკვე თუ გამოეძიებდე მას ვითარცა ვერცხლს არჩეულსა და ვითარცა საფასესა გამოიკვლევდე, მაშინ გულისხმა ყო შიში უფლისა და მეცნიერება ღმრთისა იპოვო, რამე თუ უფალმა მოსცეს სიბრძნე და პირისა მისისაგან მეცნიერებაი და გულისხმის ყოფაი. ხედავთ, მას თუ ითხოვ ხმითა დიდითა, ღვთის შემეცნებას ღმერთი მოგანიჭებს ამას და როცა ამბობს ხმითა დიდითა, ამით იმის თქმა უნდა, რომ ხმა მაღლა ძლიერად, მაგრამ შინაგან ხმას გულისხმობს. როგორც მოსეს შემთხვევაში მოხდა, როდესაც ეგვიპტიდან გამოსვლის დროს ებრაელთაგან შევიწროებულმა მოსემ ხმა მაღლა შეძახა უფალს, მაგრამ გონებით შინაგანად. და მაშინ უფალმა უთხრა მას: რას ახმობ ჩემ და მომართ? მიხვდით, ღვთის შემეცნებას უფალი გვანიჭებს. ამბობ, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე და როცა რაიმე გულის ზრახვა მოგივა, უნდა შეღაღადო, უფალო იესო ქრისტე, რათა უკან მოიტოვო ბოროტი გულის ზრახვა. უკეთესად რომ გაიგოთ, ერთ მაგალითს გეტყვით. თქვათ ზიხართ ერთ ტბასთან. ისვრით ტბაში პატარა ქვას და მის გარშემო ტალღები ჩნდება. შემდეგ ისვრით სხვა უფრო დიდ ქვას. ტალღები უფრო დიდი ხდება და ფარავს. ჩრდილავს წინას. სცან რომ ესა ესე გეტყვი.
ყველა დიდ ჭეშმარიტებას წმინდა წერილისა და წმინდა მამების შესწავლით გაიგებთ. იქ იმალება მთელი სიბრძნე. არავის ძალოც წმინდა წერილი განმარტოს, გარდა იმისა, ვინც მთელი წმინდა წერილი შეისწავლა. ასე მომზადებულიც იქნებით, რათა ყველას სათანადო პასუხი გასცეთ.